მშობიარის გარდაცვალების მიზეზებზეც უშუალოდ. ნუ ეხლა რა შეიძლება მე გითხრათ, გეტყვით რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე შემოყვანილი იქნა ჭინთვებში საბაშვილი გორგოშიძე ინგა 37 წლის შემოყვანისთანავე დაახლოებით 10 წუთში მოხდა მშობიარობა მამრობითის სქესის ცოცხალი დროული ნაყოფით 3 კილო 850 მორიგე ექიმი იყო ექიმი მარინა გორდელაძე მისი გადმოცემით სადღაც დაახლოებით მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ მელოგინემ უეცრად იგრძნო თავი ცუდად რაც გამოიხატებოდა სუნთქვის უკმარისობაში არტერიული წნევის დავარდნაში ექიმ გორდელაძის მიერ გამოძახებული იქნა რეანიმატოლოგი გვერდითი განყოფილებიდან დამირეკეს მეც მე რომ მოვედი დაახლოებით დამაგვიანდა 5 თუ 10 წუთი ფაქტიურად მელოგინე იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე და ფაქტიურად ჩემი მოსვლიდან ფაქტიურად უკვე ტერმინალური იყო რამდენიმე წუთში მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა დაფიქსირებული იქნა სიკვდილი წინასწარი სავარაუდო დიაგნოზია ესე ვფიქრობთ ჩვენ ტრომბოემბოლიური გართულება იმის გამო რომ მოხდეს დიაგნოზის სუსტი დასმა და რაიმე სხვა დიფერენცირება სხვა დიაგნოზებთან ამიტომ გვამი გადატანილია ქალაქ ბათუმის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში საბოლოო დასკვნას თუ რამ გამოიწვია ეს დადებს პათოლოგ ანატომი დიდი მადლობა დავით ბდინარაძე შპს მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მადლობა